ათასობით დაღუპული, მათ შორის არასრულწლოვნები. ასეთია ირანში სამი კვირის წინ დაწყებული და ამ დრომდე მიმდინარე მასობრივი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების შედეგი. აქციების მსხვერპლთა მზარდი რიცხვის გამო დასავლეთი ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს. ცივილიზებული სამყაროს განსაკუთრებულ შეშფოთებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის გადაწყვეტილება იწვევს. გავრცელებული ცნობით უახლოეს დღეებში აქციების ფარგლებში დაკავებული ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯა იგეგმება. მასშტაბური მსხვერპლის გამო ვაშინგტონი თეირანს ღიად ემუქრება. შტატების მთავრობამ საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა და საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდა. მსოფლიო ახლა ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება ოფიციალური თეირანი. კივი ბარამიძე ამბობთ. ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. დღეს ირანის მთავრობის წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ დეკემბრის ბოლოდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლები. განსხვავებული არაოფიციალური მონაცემებით ირანში 12000-მდე ადამიანი დაიღუპა. ირანის მისამართით მორიგი მუქარა გაისმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუციები, დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მჩაგვრელთა სახელები, ისინი დიდ საფასურს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ მაღალჩინოსნებთან, ვიდრე დემონსტრანტთა უგუნური მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული. ირანის ხელისუფლება აღიარებს, რომ სოციალურ პროტესტს მიზეზი აქვს, თუმცა ძალადობის და მკვლელობის გამო პასუხისმგებლობას ისრაელს და შეერთებულ შტატებს აკისრებს. ირანში ამტკიცებენ, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურის აგენტები ცდილობენ ტერორისტული აქტების ხელმძღვანელობას. ჩვენ ხაზს უსვამთ, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. სახელმწიფოების შიდა საკითხები არ გადაწყდება შიდა კონსულტაციებისა და დიალოგის გარეშე და არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება ჩაერიოს და განსაზღვროს სხვა სახელმწიფო შიდა საქმეები. ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღეებში ირანში საპროტესტო ტალღა შემცირდა, რის მიზეზად საკომუნიკაციო საშუალებების გამორთვა და აქციის მონაწილეების მიმართ ხელისუფლების მოქმედებების ახალდება. ირანში მიმდინარე აქციების ფონზე კვლავ ღიაა კითხვა, რა გზით ჩაერევა შეერთებული შტატები ირანში მიმდინარე მოვლენებში და როდის. ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების ავიაგამანადგურებლების ფრენები გახშირდა კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ირანის საზღვრიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შორის საკომუნიკაციო არხი ღიარჩება და საჭიროების შემთხვევაში საჭირო შეტყობინებები მისი მეშვეობით იცვლება. გარდა ოფიციალური არხისა, თეირანში შვეიცარიის საელჩოში არის ამერიკის ინტერესების განყოფილება. ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებები მხოლოდ სერიოზულობის ნაკლებობას აჩვენებს. კეთილი განზრახვების არარსებობას ავლენს და ზოგადად არანაირად არ არის სასარგებლო. შეერთებულმა შტატებმა საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად და ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომები მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ყველა ქვეყანა, რომელიც ირანთან აკეთებს ბიზნესს, გადაიხდის 25%-იან ტარიფს ამერიკასთან ნებისმიერი სახის ბიზნეს ურთიერთობისას. ყველა ვარიანტი ყოველთვის განსახილველად რჩება და ასაფრენი ბილიკები ერთ-ერთი იქნება იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც მთავარ სარდალს აქვს განსახილველად. დიპლომატია პრეზიდენტისთვის ყოველთვის პირველი ვარიანტია. მან გუშინ ღამით ყველას გითხრათ, რომ ის, რასაც საჯაროდ ისმენთ, ირანის რეჟიმისგან საკმაოდ განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს არაერთხელ დაემუქრა ძალის გამოყენებით. ტრამპს სურს, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი, თუმცა ირანში რეჟიმის ცვლილება ვაშინგტონს დამატებით დივიდენდებს მისცემს. დასავლეთისთვის სასურველი სცენარი ნავთობის ბაზარზე ირანული ნავთობის გამოჩენას ნიშნავს, რაც ნავთობის ფასში ამცირებს. მსოფლიოში ნავთობის უდიდესი იმპორტიორი ჩინეთი ნავთობის მთავარი მყიდველია ირანისგან. ჩინეთი ირანის მიერ გადაზიდული ნავთობის 80%-ზე მეწყიდულობს. გასულ წელს ჩინეთი ირანისგან დღეში საშუალოდ 1,3 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა. ჩინეთის პოზიცია ტარიფების საკითხთან დაკავშირებით ძალიან ნათელია. ტარიფების ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის ლეგიტიმურ და კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ირანი შეინარჩუნებს სტაბილურობას ქვეყანაში და მხარს უჭერს ირანს ამაში. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას ან მის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე იმოქმედებს ისე, რომ ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
ირანში აქციების დროს მოქალაქეების დაღუპვას მკაცრად გმობენ ევროკავშირში. ნატოს ხელმძღვანელობა ირანელ ხალხს თანადგომას უცხადებს. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კი ამტკიცებს, რომ ირანის რეჟიმის ბოლო დღეები ან კვირებია. ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. უსაფრთხოების ძალების მხრიდან მკაცრი და სასტიკი რეაგირება მიუღებელია და ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროკავშირმა უკვე დააწესა ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის და თეირანის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის პასუხისმგებელ პირებზე და ჩვენ გამიხილავთ დამატებითი სანქციების დაწესებას. სასანქციო შეზღუდვების მიუხედავად მთავარი საკითხია შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედების შესაძლებლობა. ირანი იმუქრება, რომ ნებისმიერ აგრესორს სიურპრიზები ელოდება.